შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიცი. დილო მშვიდობისა მამა გიორგი. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, დილო მშვიდობის. გაიხარეთ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობთ რომ მომიწვიეთ, გაიხარეთ. ძალიან მნიშვნელოვან, საინტერესო ვრცელ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის სიყვარული და პირველ რიგში რომ გავმარტოთ. რა არის სიყვარული და რითი ხასიათდება ის? დიახ, თუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფაქტობრივად სათნოება, რომელზეც დაფუძნებულია სრულიად ქრისტიანული ცხოვრება, ვინაიდან არ არსებობს ფაქტობრივად ყველა სათნოება, რასაც ქრისტიანები აღასრულებენ, თავსდება და მოიცავს ეს უდიდესი გზნობა, რასაც სიყვარული ქვია. ყველაზე ალბათ ბევრი განმარტება მოგვისვენია ამ გზნობისა. ერთია ის რა არის სიყვარული და მეორეა ის როგორ აღვასრულოთ ჭეშმარიტად საქმით, როგორ გამოვხატოთ ეს გზნობა. აი მოციქული პავლეს გავიხსენებთ მის ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ, ის ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ მეტყველებდე, სიყვარული თუ არ მაქვს, მხოლოდ ჟღარუნარ ვალი ვარ, ვალის სპილენძი გახლავთ, მხოლოდ წყრიალა წინწილი. როდესაც ამ სიტყვებს წმინდა ეფრემასური განმარტავს, ის ამბობს, რომ აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომელნიც შესაძლოა საუბრობდნენ ამ ყოველივე შესახებ, შესაძლოა საუბრობდნენ სიყვარულის შესახებ, ადამიანთა შორის არსებული სიკეთის შესახებ, მაგრამ ისინი მხოლოდ საუბრობდნენ და საქმით არ ადასტურებდნენ თავიანთ სიტყვებს. და რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება ღვთისმიერ და ეს ვერ ითქმის ჭეშმარიტ სიყვარულად. შემდგომ აგრძელებს პავლე მოციქული, რომ წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს და ვიცოდე ყველას საიდუმლო, მქონდეს მთელი რწმენა, ის რომ მთების დაძვრას კი შემეძლოს, თუ სიყვარული არ მექნება, არა ვერაივარ, ანუ არა რაობა ვარ. ანუ აქ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ის, რომ სასწაულს მოქმედების ნიჭითაც რო იყოს ადამიანი დაჯილდოებული, თუ კი მას არ აქვს სიყვარული, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ის არარაობაა. ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობა არარაობაში რა ადამიანს, რომელსაც არანაირი ღვაწლი არ გააჩნია ღვთისმიერში. თუმცა რა თქმა უნდა, მეორე მხრივ თუ კი ჩვენ სასწაულთა აღსრულებას შევხედავთ მართებულად, ანუ გულისხმობთ ჭეშმარიტ სასწაულს, არაცრუ სასწაულებს, მართებულ სასწაულს საღვთო მადლის გარეშე ადამიანი ვერ აღასრულებს. ადამიანს საღვთო მადლი ვერ ექნება, თუ კი ის არ იქნება სიყვარულის საკუთარ სულსა და გულში დამტევი. შემდგომ აგრძელებს პავლე მოციქული, მთელი ქონება რომ გავიღო გლახაკდათვის, დასაწვავად მივცე ჩემი სხეული. თუ სიყვარული არ მექნება, ეს არაფერს არგებას მომიტანს. აი აქვე ეგზეგეზისი პირდაპირ და ცალსახად გვეუბნება, რომ აქ რა იგულისხმება, რომ მართლაც ადამიანმა ეს უკვე მას შეუძლია, ანუ ადამიანს შეიძლება არ უყვარდეს ვინმე, მაგრამ თუმცა ესეც არალოგიკურია, თუ კი ვინმე არ გიყვარს, ვერც გასცემ. მაგრამ დასაშვებად რო ვთქვათ, ყველაფერი რო გასცს ადამიანმა და როგორც ამბობს პავლე მოციქული, დასაწვავად მოწამეობრივადაც რო ახსრულდეს ადამიანი. თუ კი მას სიყვარული არ ექნება, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სარგებლობს, რა იგულისხმება, რაც ჩამოთვალეთ, რასაც პავლე ჩამოთვალეს, რომ ანგელოზთა ენებზე მეტყველებდე, თქვა, წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, დასაწვავად რომ მივცე ჩემი სხეული. ეს ყველაფერი სიყვარულის გარეშე არ არსებობს, ერთი მხრივ. თუმცა მეორე მხრივ პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს ყოველივე არის ხილული მხარე, ანუ რაც ჩამოთვლილია და ამ ყველაფერს უნდა განაპირობებდეს სიყვარული. ხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება ის ღვთისგან ზოგადად ქრისტიანობაში ყველა სათნოებას აქვს ორი მხარე, ერთი ხილული და მეორე უხილავი. მოგეხსენებათ, როგორც ადამიანია ხილულის და უხილავის ერთობა, არა სულისა და ხორცისა. ასევე მისი ნებისმიერი ქმედება უხილავის და ხილულის ერთობაა და მთავარი ის კი არ არის გარეგნულად რა ჩანს. მთავარი არის ის, რაც შინაგანი აქვს, როგორც წინასწარმეტყველის დებულება, უფალი რომ ადამიანი უყურებს ადამიანის სახეს, ღმერთი კი ჭვრეტს ადამიანის გულს. ამის შემდგომ აი ძალიან საინტერესოა ის, რომ ეს არის თქვა სიყვარული, ანუ რითი ხასიათდება სიყვარული, აი რა უნდა ახასიათებდეს მას, აი ჩვენ ვამბობთ რომ სიყვარული თქვა აი უმაღლესი სათნოებაა, მაგრამ რა უნდა ამ კითხვასაც პასუხს პავლე მოციქული ამავე ეპისტოლეში წევს, მე საგანგებოდ მომყავს ეს ამ ეპისტოლის ამონარიდი პავლესი, იმიტომ რომ შესანიშნავად აქვს მინდა მოციქულს ჩამოყალიბებული ამ გზნობასთან დაკავშირებული საკითხები. პირველი, სიყვარული ის ამბობს სურგზელია და კეთილმოწყალე.
მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს. ანუ უკვე აქ პავლე მოციქული აკეთებს ჩამონათვალს, თუ რა ახასიათებს ჭეშმარიტ სიყვარულს. არ ესე იგი სულგზელია და კეთილმოწყალე, ანუ ადამიანი შეუძლებელია იყოს სიყვარულით აღსავსე და ის არ იყოს სულგზელი, ანუ მიმტევებელი. თუ კი ანუ მიტევების საფუძველი სიყვარულია, თუ შენ მიმტევებლობა არ შეგიძლია, ესე იგი შენ არა გაქვს სათანადო სიყვარული, ან საერთოდ არ გაქვს სიყვარული თქვა მეორეს მიმართ. და კეთილმოწყალე, ანუ მოწყალებასაც ვერ გასცემ, აქ მხოლოდ ფიზიკური მოწყალება არ იგულისხმება, ნებისმიერი სიტყვითი, საქმითი, თანადგომითი მოწყალება, ესეც დაფუძნებულია სიყვარულზე. დახმარება. რა თქმა უნდა, კი. შემდგომ რა ანუ ეს ახასიათებს სიყვარულს, რა არ ახასიათებდეს უნდა. არ შურს, არ ქედმაღლობს. ანუ შეუძლებელი ადამიანს მეორე ადამიანი უყვარდეს და მისი შური ჰქონდეს, ვინაიდან შური აი უწყინვალედ განმარტავს არა სულხა საბავშვიანი, რომ ეს არის მწუხარება ის სხვისა სიკეთესა ზედა. ანუ შენ, როდესაც წუხარ სხვის სიკეთეზე და თუ კი შენ სხვის სიკეთესა ზედა წუხარ, მაშინ შენი რა თქმა უნდა არ გიყვარს. დიახ. არ ქედმაღლობს და არ ზვაობს, ანუ ამ პარტავნებას გამოყობს პავლე მოციქული და ის ამბობს, რომ შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს მეორე ადამიანი და ის იყოს ამპარტავანი. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი ამპარტავანი, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მასზე მაღლად მიაჩნია თავი. და თუ კი ეს ასეა, ეს გამორიცხავს სიყვარულს, იმიტომ რომ სიყვარული ჩვენ მე უფრო კონკრეტულად შევეხებით, ამ სიყვარული ნიშნავს მსახურებას. და ანუ შენ ვერ ემსახურები სხვას, თუ კი შენ გონია რომ შენ მასზე მაღლა ხარ და შესაბამისად გონია რომ მან უნდა გემსახურო შენ. შემდგომ ჩამოთვლის არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. აი ეს ყველა თვისება გამორიცხავს სიყვარულს პავლე მოციქულის. არ შეხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს. ყველაზე ნიშანდობლივ აქ არის რა, რომ არ ეძებს თავისას. ანუ საკუთარ თავზე არ ზრუნავს, უპირველეს ყოვლისა ის ზრუნავს სხვაზე. სიყვარული ამითაც გამოიხადება. სიყვარული თავის თავში ასე მოიცავს თავგანწირვასაც. ანუ როდესაც ანუ უყურეთ ეს რა არის? ეს არის უკვე საქმე. ანუ ერთია მე ვამბობ მიყვარს, მაგრამ თუ კი შენ სიყვარულს აი ამ საქმეებით არ გამოხატავ, რასაც ახლა პავლე მოციქული ჩამოთვლის, თავის თავად შენი სიყვარული ნაკლოვანია და სრულყოფა სჭირდება მას აუცილებლად, ან საერთოდ არ არის თქვა. და შემდგომ ყველაფერს იტანს, ყველაფერს წამს, ყველაფერს იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. მოთმინებაზე, ანუ მოთმინებას თავის თავადია შედის სიყვარულში. ანუ შენ ითმენ, იმიტომ რომ გიყვარს. თუ კი არ გიყვარს, მაშინ ვერ მოითმენ. თქვა. ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მას შენს მიმართ აქვს და სიყვარული არასოდეს გადავარდება. ანუ არასა და დავარდის ნიშნავს, ის არასოდეს დიახ ამოიწურება. მან გიორგი, სიყვარული ზოგადად ანუ ეკლესიური ადამიანი თუ არა ეკლესიური ყველას გააჩნია თავისთავად, მაგრამ აი რა არის ის განსაკუთრებულობა, რაც ავალდებულებს ეკლესიურ ადამიანს, ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში, სიყვარულთან მიმართებაში. იოანეს სახარებაში მაცხოვრი ერთგან ბრძანებს, რომ მცნებას ახალს და გამცნებ თქვენ. უკვე თუ ვიყარებოდეთ ურთიერთობ თანამედროვე ქართულად ვთქვათ, ახალ მცნებას გეუბნებით თქვენ, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ესრეთ გიყვარდეთ ერთმანეთი, ვინაიდან და შემდგომ ამბობს ბრძანა, ამით ცნან ყოველთავით არმე ჩემი მოწაფენი ხართ, უკვე თუ ვიყარებოდეთ ურთიერთობ. ანუ ყველაზე ესეთი არსებითი ნიში, რაც უნდა ახასიათოს ქრისტიანს. მაცხოვარი არც ერთ სათნოებაზე არ ამბობს, რომ აი მაგალითად თუ კი თქვენ იმედი გქნებათ, თქვენ ესე იგი თუ კი იმედი რა თქმა უნდა იმედის დიდი სათნოებაა, მაგრამ ზოგადად არც ერთ სათნოებაზე არ ამბობს, რომ თუ კი თქვენ ვთქვათ რა ესა თუ ის სათნოება გქნებათ, თქვენ ამით უნდა გიცნან, რომ ქრისტიანები ხარ. არა, თუ კი გეყვარებათ ერთმანეთი, ამით გიცნან თქვენ, რომ ქრისტიანები ხართ. ანუ პირველი ნიში ქრისტიანს რაც უნდა ახასიათებდეს, არის სწორედ სიყვარული. სიყვარული უაზაკო, მუზაკრო და იმ თვისებების მატარებელი, რასაც პავლე მოციქული ჩამოთვლის. მეორე მხრივ ყურადღებას მივაქცევთ შემდეგ ამონარიდის, თქვათ, აი ერთ-ერთ კონკრეტულ სიტყვაზე, მცნებასა, ანუ ახალ მცნებას გამცნებთ თქვენ. ახლა თქვენ მოგეხსენებათ, როცა მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს, მიმართავს სრულიად კაცობრიობას. და იოანე ოქროპირი, როდესაც შესაბამის მუხლს განმარტავს, ის ბრძანებს, რა არის ამ მცნებაში ახალი? ის რომ თქვათ ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ეს ძველად თქმაშიც იყო. რა არის ამაში ახალი, რომ ახალ სამცნებასა გამცნებთ თქვენ? საქმე იმაში გახლავთ, რომ ის ამბობს, ამაში ახალი არის შემდეგი, რომ მაცხოვარი ამბობს, რომ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. ანუ კაცობრივი სიყვარული აყვანილია საღვთო რანგში. როგორც მე შეგიყვარეთ, ეხლა ეს
შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, როგორც ღმერთს უყვარს ადამიანი, ვერასოდეს ადამიანი ვერც ერთმანეთს და ვითომედეს ვერც ღმერთს ვერ შეიყვარებს, მაგრამ ეს არის სწორედ ასე ვთქვათ ნიმუში, რომელსაც ჩვენ მარადიულად უნდა ვემსგავსოთ და მარადის ამ სიყვარულისკენ უნდა ვისაბაძ, კი ბატონო, კი ბატონო. და თქვენ მოგეხსენებათ, აი ყველაზე ნიშანდობლივი არის, როდესაც ერთ-ერთი ჭაბუკი მიდის მაცხოვართან და ეუბნება, რომ რა არის ყველაზე დიდი, რომელია ყველაზე დიდი მცნება და მაცხოვარი მას ხალხსაც პასუხობს ძველი აღთბირჯულდებიდან, რომ შეიყვარო უხალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენი და ყოვლითა სულითა შენი და ყოვლითა გონებითა შენი და შემდგომობს და შეიყვარე მოყვასი შენი, ვით არცა თავითვისი, ანუ როგორც საკუთარითა. და ეს ორი რამ გახლავთ, ეს ორი რამ ქმნის ჯვარს, სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასის. მაგრამ ხა ეს რჯულის მეცნიერი იყო, ვინც მივიდა და გამოსაცდელად ეუბნება მას, რომ ვინ არის ჩემი მოყვასი და ამის პასუხად მაცხოვარს მოყავს იგავი უბრალოდ ყვება ბრძანებს იგავს მოწყალე სამარიტელის შესახებ ჩვენ ახლა ამ იმას არ შევეხებით თავისუფალ ცხადია მაგრამ ერთს ვიტყვით რომ ის მოწყალე სამარიტელი რომელიც თქვენ მოგეხსენებათ დაყაჩაღებულ, დაწყულებულ და ნაგვემ ადამიანს მოუვლის, შეუხვევს, დატოვებს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, სწორედ და აქ სახისმეტყველებითად ეგზეგეტები ორ პიროვნებას განჭვრეტენ, ერთს თავად უფალი, მოწყალე სამართლის და მეორე ზოგადად ადამიანი, რომელიც სიკეთეს აკეთებს და აი ეს ამით მაცხოვარი ამბობს, რომ ეს არის სწორედ საქმით დამტკიცებული სიყვარული. და ეუბნება კიდეც რომ ვინ არის მათ შორის თქვენი სამეგავის თანახმად პირველმა ორმა ჩაუარა ამ დაწყულებულ და დაგდებულ ადამიანზე გვერდი ჩაუარა და გვერდი აუარა და მაცხოვარი ეუბნება რომ შენ როგორ გონი ამ სამ შორის ვინ არის მისი მოყვასი და რა თქმა უნდა სასახელებს რომ ის ვინც მოუარა და ესრეთ იცხოვრე და სხონდები. ანუ ეს ყოველივე ერთ ასე თქვა თუ შეიძლება ასე თქვა ჩარჩოში იყრის თავს რომ სიყვარული არის სათნოება, რომელშიც სრულიად ქრისტიანული ქმედება თავსდება და ვერანაირად ვერ შეიწირება იც და თუმცა ესეც პროცესია, მაგალითად აი ხშირად ადამიანებს ძალიან უჭირთ, მოდიან ადამიანები და ამბობენ რომ აი გასაგებია ეს სიყვარული, მაგრამ აი მე ბოღობა მაქვს გულში, მე ბოროტება მაქვს გულში. მაშინ ეს არ არის სიყვარული, ხო რომელიც. კი ბატონო, რა არის ესეც საბრძოლო და საღვაწია, ესე არ ხდება რომ ადამიანმა ხა აიძინოს და მეორე დღეს გაიღვიძოს და რაღაცა ივანე ღვთისმეტყველის სიყვარული ქონდეს, ხო? შესაძლოა ივანე ღვთისმეტყველის თქვენ იცით, ყველა ერთადერთი მოციქულია, რომელიც აღესრულა საკუთარი სიკვდილს, სხვა ყველა მოწამეობრივად აღესრულა და ბოლოს როდესაც მას აღარ შეეძლო საუბარი და თავისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების თხოვდნენ, რომ რაღაცა ეთქვა, ერთადერთ სიტყვებს იმეორებდა, რომ გიყვარებოდეთ ურთიერთარს, ანუ გიყვარდეთ ერთმანეთს. მამა გიორგი, აი ჩვენი შეხვედრის დასაწყისში გამოხატვა ახსენეთ და გამოხატვის შესახებ საუბრობდით და მინდა კვლავ დავუბრუნდეთ ამ საკითხს, რომ გავიმარტოთ შეძლების დაგვარად რას ნიშნავს გამოხატვა სიყვარულის ამ გრძნობის, რამდენად მნიშვნელოვანია და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მიყვარს ადამიანი, გარშემო მყოფები, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, თუმცა არ შემიძლია გამოხატვა მათ მიმართ, რომ სიყვარული გამოვხატო და დავანახო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ისინი ჩემთვის. აი ასეთ შემთხვევაში დასთან გვაქვს საქმე და შესაძლებელია თუ არა ადამიანი გვიყვარდეს გამოხატვის გარეშე, უთქმელად, უსიტყვოდ. იცით, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სიყვარული უპირველეს ყოვლისა უნდა გამოიხატოს საქმით. დიახ. შეიძლება ადამიანის სიტყვით გამოხატავდეს ამას, მაგრამ საქმე მისი განშორებული იყოს მის სიტყვათაგან და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს სიყვარულად არ ითქმის. თუმცა მეორე მხრივ სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს ნუგეშს, როდესაც თქვათ მე ერთ-ერთ თქვათ რომელიმე ადამიანს მეორე ადამიანი ნუგეშს ემს და თქვენ რა ვძანეთ თუნდაც ძალიან თითქოს გვიჭირს ამ სიტყვის თქვა რომ რაღაც ერთმანეთს რაღაცა ეს სიტყვა გამოხატოთ თუნდაც ეს სიტყვითაც უთხრათ რომ მიყვარხარ მე შენ გუშინ საუბრობდით ამასთან დაკავშირებით სწორედ რომ იმდენად ცირეხნით არის წუთისოფელი მართლა წუთისოფელია როგორც კარგად უწოდა ქართულმა კაცმა რომ აი ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანები როცა გარდაიცვლებიან მისი ახლობლების შემდგომ ნანობენ ხოლმე და ამბობენ რომ აი
ნეტა სიცოცხლეში გამომეხატა უფრო მეტად სიცოცხლეში მეთქვა მისთვის ეს სიტყვები ნეტა არ გამებრაზები არ განმერისხებინა მე აფასებენ სამწუხაროდ ესე არის ადამიანის თქვა ცნობიერება მოწყობილი რომ სანამ გაქვს ან ყავს ვინმე ვერ აფასებ მას და როდესაც განეშორება ის შენგან მაშინ უფრო მეტად ხდებაული ამიტომ ვიდრე ცოცხალნი ვართ აუცილებელია რომ გამოვხატოთ ეს გრძნობა და ისეთი დღეს სოფლიოს რაც ჭირს არა მარტო დღეს დღიდან მას შემდეგ რაც ადამიანი დაეცა ეს სწორედ იყო სიყვარულის მარცხი იმ შემთხვევაში ღვთის განკაცებამ სიყვარული ისევ სიყვარულმა ისევ გაიმარჯვა ღვთის განკაცებით და ისმამისად ყოველი ადამიანი აქეთკენ არის მოწოფებული ნებისმიერი ტრაგედია იქნება ეს თუ განსაცდელი იქნება ეს თუ ზოგადად უარყოფითი თუ ნეგატიური მოვლენა ყველა საფუძველი აბსოლუტურად მიდის უსიყვარულობამდე. დიახ. მით უმეტეს სიძულვილამდე. ნებისმიერი სოფლიოში არსებული დაპირისპირება, თუნდაც ომი, თუნდაც თანამედროვე სოფლიოში თქვათ, რაც მიმდინარეობს ეს დაპირისპირება აბსოლუტურად ყველა საფუძველი არის სიძულვილი. თქვენ წარმოგიდგენთ როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს მეორე ადამიანი და მას ტყვია ესროლოს. ეს ეური ცდება ერთმანეთს გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც თანამედროვეობაში როგორ თანამედროვე სოფლიოში მიდის ასე ვთქვათ პროპაგანდა სიყვარულის შესახებ და ვთქვათ ასე თავისუფლების შესახებ და მიუხედავად ამისა სოფლიომ ვერძლია სიზულის. ფაქტია ეს. ვერძლია, იმიტომ რომ მას არ აქვს სიყვარულის სწორი გაგება. საბოლოო ჯამში ხშირად ამპარტავნება შენიღბულია ადამიანთა კეთილგანწყობის ნიღბით. ადამიანებისადმი მზრუნველობის ნიღბით. რაც თავისთავად ცხადია ნიღაბი დროებითია და ღვთის წინაშე არანაირი ნიღაბი არ არსებობს. გიორგი, ჩვენი სიტყვებით ზოგჯერ გასროლი ტყვიასავით არის და სიყვარულის სახელით თქვენ ბრძანეთ რომ დათმენა გვავალება ხო ასე ვთქვათ, კი შეიძლება სიყვარულის სახელით ბევრი დავითმინოთ, მაგრამ არის ხოლმე რაღაც სიტუაციები, როდესაც შეიძლება რაღაც კონდეს სათქმელი მეორე ადამიანისთვის თქვათ, ან მას შენთვის და სასაყვედურო შეიძლება იყოს ასე ვთქვათ. აი როგორ უნდა გამოიხატოს, რა ფორმით უნდა გამოიხატოს და როგორ უნდა მივანიშნოთ ადამიანს რომ რაღაც გვაქვს სათქმელი რაც გვეწყინა და ასე შემდეგ. რომ საყვედურის ფორმა როგორი უნდა იყოს. დიახ, აი ძალიან სწორი აქცენტი გახლავთ, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია ქრისტიანობა ერთი მხრივ თავის მოთმინებას გვიქადაგებს და სიყვარულში აი როგორც პავლე მოსკოვძანებს ესეც შედის, ესეც არის ერთ-ერთი გამომხატველი სიყვარულის, რომ შენ მოთმინი ხარ, მაგრამ მეორე მხრივ არ გზალავს სათქმელის ჯეროვნად თქმას. თუნდაც იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არასწორს ჩადის, ჩვენს მიმართ იქნება თუ ზოგადად, ზოგად ჭრილში. მაგრამ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიდგომას. ანუ როგორ მიუდგება და როგორ ეტყვის, რას ეტყვის და იმასაც ამბობს როგორ ეტყვის ერთი ადამიანი მეორეს. აი ქრისტიანობაში ფაბულად მიდის, რომ არასოდეს ქრისტიანობაში ადამიანი არ ებრძვის ადამიანს, რაც არ უნდა ბოროტებას ჩადიოდეს ის. ადამიანი ებრძვის იმ ბოროტებას, რასაც ის ადამიანის ჩადის. არა თვით ადამიანს, რომელმაც ეს ბოროტება ქმნა, ან ჩადის. შესაბამისად ქრისტიანობაში რას არ არსებობს ესეთი განსაზღვრება ბოროტი ადამიანი ქრისტიანობაში არ არსებობს. იმიტომ ბოროტება არ არის ადამიანის ბუნებითი თვისება. ღმერთს ადამიანი ბოროტად არ შეუქმნია. მაშინ თუ ჩვენ ჩავთვლით რომ ღმერთმა ადამიანი ბოროტად შექმნა, მაშინ ღმერთის ბოროტი გამოდის, იმიტომ რომ მსგავს ქმნის. რაც ღმერთმა დაგვიფაროს ამის ფიქრისგანაც კი ხო ანუ ეს არის შეძენილი ბოროტება ეს არის მოკლება სიკეთილსა ისე როგორც აი ბასილი პარალელს არის რომ სიბნელე ეს არის მოკლება სინათლეზე თორე სიბნელე სამყაროში არ არსებობს ღმერთ არ წერია ბიბლიაში რომ ღმერთმა შექმნა სიბნელე ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა ქნა ნათელი და შესაბამისად სიბნელე ეს არის მოკლება სინათლეზე როგორც ბოროტება არის მოკლება სიკეთისა შესაბამისად ქრისტიანობაში ჩვენ არ ვებრძვით ადამიანებს ეს ხშირად ერევათ ხოლმე თითქოს თუ კი ვინმე ამას ჩადის ეს რა თქმა უნდა არ არის ქრისტიანული და ეკლესიური საქციელი. რაში უნდა გამოიხატოს ეს? როგორ უნდა უთხრათ ეს თქვათ ადამიანს? პირველი ეს უნდა გვახსოვდეს რომ ბოროტებას ვებრძვის და ეს ადამიანი გვიყვარს, რასაც ჩადიოდეს მას და მეორე მხრივ იცით როგორ არის? რაც არ უნდა მართალი იყოს ადამიანი მეორე ადამიანთან მიმართებაში. თუ კი მან ეს სიმართლე მას უთხრა ამპარტავნებით და მრისხანებით თვით ის სიმართლე მოცემულობა სიმართლე ღვთისნაშე ფერფრთალდება.
არ ჭირდება ღმერთ ჩვენი სიმართლე, თუ კი ჩვენი სიმართლით ამპარტავნებით მართალიც რო ვიყოთ. ახ აღარა საუბარი თუ კი არა ვართ მართალნი და ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ვიგონებთ სიმართლეს და გვინდა რომ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ. თუნდაც მართალნი რომ ვიყოთ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში. თუ კი ჩვენ მას არასწორად ვეტყვით და მრისხანებით და ამპარტავნებით ვეტყვით, ღვთისგან არ მიიღება ის სიმართლეც კი. ამის კლასიკური ნიმუში არის ისევ სახარებაში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა ცოტა გადახვევით რომ ფაქტობრივად სახარებაში არის ყველაფერზე პასუხი, რაც ჩვენ ცხონების უჭირდება. აი ხშირად ადამიანები რაღაც მოდიან და ამბობენ რომ მამო ნეტარ რა არის ღვთისნება და რაღაც ესე პირობითად რომ ღრუბლებში ვიყურებით და ღვთისნება აგერ არის სახარებაში არის. სახარების თანახმად თუ კი ვიცხოვრებთ, ესე იგი ჩვენ ვიქნებით ღვთისნების აღსრულებელი. სახარებას ეფუძნება ყველა წმინდანის მოძღვრება და ზოგადად ყველა წმინდანის წმინდანობა. სახარება არის ყველაფრის საფუძველი, სადაც მაცხოვრებს ბრძანებს, სადა მიწა გადავა ჩემი სიტყვები კი არა, ეს სწორედ სახარებაა. დიახ. ისლამისად აი რატო ვთქვით ეს რომ ამაზე პასუხით სახარებაშია გაცემული არა მარტო სიტყვითად, არამედ მაცხოვარი ქმედითათაც ამბობს. გაგახსენებთ სამარიტელ ქალთან მაცხოვრის საუბარს, იოანეს სახარების მე-4 თავშია მოთხრობილი, თუ როგორ აი თქვენ წარმოიდგინეთ მაცხოვარს რომ სამარიტელი ქალისთვის ეთქვა, შენ მრუშო, შენ მეზაო, შენ ხუთქმარ გამონაცვლო, ხო სიმართლეს ეტყობენ, ეს ფაქტობრივი მოცემულობაა. მაგრამ ის დედაკაცი არ მოусმენდა მას და უარყოფითი განწყობა ექნებოდა. არა, მაცხოვარი აი მთელი თავისი არსებით ჩადის მასთან უსკულში და ამოყავს მისი ცნობიერება უსკულიდან და აყავს ღმერთამდე ისე რომ ეს სამარიტელი ბოლოს მას თვითონ აღიარებს მესიად. ეს არის კლასიკური ნიმუში თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენ ადამიანებს. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ რომ სიყვარული არის ის ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება გადაარჩინოს ადამიანი და კაცობრიობა ზოგადად. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისა და ჩვენთან მოგზაურობისთვის მამა გიორგი დაგემშვიდობებით. სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.